ისნის გამგებლის მოადგილე გამგებელზე საკრებულოს წევრებს ზეწოლას შეადანაშაულებს. ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ მას პოსტის დატოვებას აიძულებენ. არსებობს აუდიო ჩანაწერები, რომელიც მათი საუბრის დროს არის ჩაწერილი. ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ ახალგაზრდა იურისტებთან ერთად პროკურატურას უკვე მიმართა. თეონა ცხომელიძე მუშაობს ამ თემაზე. თეონა, რა ზეწოლაზეა საუბარი და კონკრეტულად რა მასალა აქვს დონაძეს? პირველ რიგით გეტყვი რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვიპოვეთ ის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც დღეს ბესიკ დონაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა უკვე აგვისტოს შემდეგ და როგორც ისნის გამგეობის მაღალჩინოსნები, ასევე თბილისის საკრებულოს წევრები მისგან ითხოვდნენ, რომ მას თავისინები დაეწერა განცხადება. მართლაც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დონაძეს არ აქვს უფლება, მორალური უფლება, რომ იმუშაოს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, ასევე ითხოვდნენ რომ დაწოროს მან განცხადება ისმის მუქარებით. ერთი 1500 კაცი ელოდება შენ განცხადებას. დაძაბულობაა. რატო იძაბებენ? აი, მოგევინეთ, მაგალითად იძაბებიან და ჩვენ კიდე გვდაბავთ. ეხლა შენ მე რას მიხსნი, რომ შენ არ გეცნი, რატო უნდა დაწერო განცხადება? ყველა ქვეყანაში ესე ხდება. დამავალესო დედას უნდა აგორცე მოებელე იქ იმედი წავიდეს. შენ რო გენიოსი შენ ადეს გაზეთს ვერ გაი. მე გეუბნები 1000 ფოტოების. აი, სობრიშ ყველაფერი ვიცოდი მე რა გატახა. აი, გეუბნები ნაც. წავდი. არავინ არ ეუბნება ამას, რომ ბანკი აქ არის პოლიტიკური ცვლილება მოხდა. ეს მარტო ისნის რაიონს ხო არა? ამ გრგოს ვერ გააჩენ. იმას სულ არ აინტერესებს ფუძემზე რა წერილი. მე ამ სამსახურის გარდა. ეს თორემ სანამ გულებაზე წოცხალია. ჩაკვები მიწაში გეუბნები. ძალიან რამე გადავალ გამოძიებას გამოსცემ. მე ხარჯებს მოგიწევს გამოძიებას და გადავხო. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ბესიკ დონაძემ ახალგაზრდა იურთა ასოციაციაში, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ბრიფინგი, რაც შეეხება თავად ორგანიზაციას, რომელიც ისნის გამგებლის მოადგილეს იურიდიულ დახმარებას უწევს. იქ ამბობენ, რომ საკმაოდ დიდი ხანია ორგანიზაცია საუბრობს პრობლემაზე, რომ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარეობს აქტიურად თანამშრომლების გათავისუფლება და რომ მათ აიძულებენ განცხადებების დაწერას. დღეს კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების შემდეგ ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთა ქმედებები ადეკვატური უნდა იყოს. ზეწოლას ახორციელებდნენ როგორც გამგებელი ვახტანგ კიზიყურაშვილი, ასევე მისი მდობით აღჭურვილი პირები. გელა კვირიკაძე მეუბნებოდა, რომ შენ დაწერე თავარია განცხადება და წადი სამსახურიდან და წლის ბოლომდე ჩემი ჯიბიდან გადაგიხდი 1000 ლარს. ასევე სევიდან ძალიან ნერვიულობენ, რომ განცხადებას არ წერ, იმიტომ რომ შენ ადგილს უკვე ელოდება გარკვეული პიროვნება რომ უნდა დაინიშნოს. პარტია აწვება გამგებელს და გამგებელმა რაქნას. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში მათი მხრიდან იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და ამაზე უკვე რეაგირება უნდა მოახდინოს სამართალმცემლო ორგანომ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით კვლავ არ მოვისმენთ ჩვენ ისეთ კომენტარებს, რომ აი არაფერი არ ხდება, გამორიცხულია, რომ ესეთი ზეწოლა ვინმეს მიმართ განხორციელდეს, ყველამ საკუთარი ნებით დაწერა განცხადება. ჩვენ დღესვე დაუკავშირდით ბრალდების ადრესატებს, როგორც საკრებულოს წევრებს, ასევე ისნის გამგეობის თანამშრომლებს, თუმცა ყველა მათგანმა ბესო დონაძეზე ზეწოლა უარყო. აფილა ეგეთი რაღაცა. უბრალოდ აგ პიროვნებას პედაგოგები ადანაშაულებენ განთავისუფლებაზე საარჩევნო პერიოდამდე. და მე სუთხარი რა, რომ თქვენ მართლა მიიღეთ თუ არა ამაში მონაწილეობა და მითხრა არა. მე არავის არაფერს არ ვთხოვ, ვერასვალი. თვითონ ახალმე თვითონ დაეტოვებიათ, მაგის პრობლემა არ მაქვს. არანაირი ბესო იქნება იქ მე დეპუტატი ვარ, ხალხის არჩეული. რა ვიცი, მე არ მახსოვს ესეთი ზეწოლა და მუქარა რო ყოფილი. გასაგებია, ნუ ეხა ყველაფერს იტყვიან. ისნის გამგებლის მოადგილეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმაც დავით ნარმანია ამბობს, რომ არანაირი ზეწოლა თვითმმართველობის ორგანოებში არ მიმდინარეობს. კატეგორიულად მინდა განვაცხადო ის, რომ პოლიტიკური ნიშნით და რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ჩვენ არავისმა თავისუფლებს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა თბილისის მერიის რიგები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ან კვალიფიკაციით არ შეესაბამებოდნენ იმას, რაც ჩვენ მათ დავავალეთ და რასაც მათ უნდა გაეკეთებინათ და რასაც უნდა აკეთებდნენ და მეორე მხრივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების ძალიან აქტიური პოლიტიკური მხარდამჭერები იყვნენ და არ უნდოდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად თანამშრომლობა და მუშაობა. სხვა ძალიან ბევრი
ადამიანი მუშაობს და მათ შორის ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები და ახლობლებიც მუშაობენ. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით ვათავისუფლებდეთ ადამიანებს, პირველ რიგში მათ მივაბრძანებთ. აუდიო ჩანაწერები, რომელიც დღეს კურიერმა მოიპოვა, დაახლოებით 2 საათს გრძელდება და რამდენიმე ფაილისაგან შედგება, როგორც ბესო დონაძე ამბობს, მაშინ მონაწილეობას იღებენ თბილისის საკრებულოს წევრები და ისნის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელიც. თავად ბესო დონაძეს განცხადება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ დაუწერია და მან, როგორც უკვე მოისმინეთ, დღეს დილით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით პროკურატურასაც მიმართა და ჩანაწერები მტკიცებულების სახით წარადგინა. მადლობთ თეუნა, ეს თეუნა ცხომელიძე იყო.